საღაითა მამისა და დადისა და სულისა წმინდისათა. გილოცავთ დღეს არის ანდრია მოციქულის სცენების დღე და არის ვახტანგ გოლგასალის. ვახტანგ გოლგასალი ამბობდა, რომ ცხოვრობდა მეხუთე საუკუნეში ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსო. ძლიერი მეფე იყო, მებრძოლი, ერთგული ღმერთის და ჩვენს მოგვიწოდებდა, რომ ყოფილიყავით ერთგული და ჩვენი წინაპრები ერთგულები იყვნენ, მარტო ქართველები კი არა. ეს იყო სერბი იყო, ბულგარელი იყო, რუსი იყო, თუ ბერძენი იყო. ხშირად ეწამებოდა ქრისტეს სმენის გამო და რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ვისაც არ ქვია ქრისტიანი, იმას არ ჯერა რომ ქრისტე ღმერთია, ამიტომ გაწამეს, ამიტომ დაგწინეს, ამიტომ შენ დროშაზე სტვენა და დაცინვა, იმიტომ რომ იმას არ მიაჩნია ქრისტე ღმერთად, მაგრამ ჩვენი პირველი მეფე ვინ იყო? მეფე მირიანი. იყო ირანელი და გახდება პირველი ქრისტიანი მეფე. აბოთვილელი ვინა? თბილისის მფარველი. არაბი იყო წარმოშობით. ამიტომ ქრისტეში ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ჩვენ დროს ასაც საბჭოთა კავშირი ქვია. ვარ 68 წლის. არ იყო ეს ეროვნებისადმი, სხვაეროვნებისადმი ის რაც ახლა ხდება. ეს არა ქრისტიანობა, იმ დროს ათეისტური წყობა იყო. მაგრამ იყო ეს აქვია სიძულვილი, ზიზღი, სხვაეროვნებისადმი რატო ხდება ეს? რატო ხდება და მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მაზიარებელია. არ არის მასში ღმერთი, მარტო ზიარება რო საკმარისი იყოს, მაშინ იუდას ეშველებოდა, იუდა იყო. თან მოციქული იყო, აი ზოგ კიდე იქამდე მიდის, რომ მგონია, რომ წმინდა მამა თუ მის სახში შევა, ან წმინდა მამასთან ურთიერთობა თუ ექნება, ეს გადარჩება და მაშინ ქრისტეს უფრო დიდი არსებობს, წმინდა მამა ხო არ არსებობს. მაგრამ იუდას ვერ ეშველა ქრისტესთან ყოფნით და ვერ ეშველა ზიარებით. რატო? იმიტომ რომ ფული უყვარდა ღმერთზე მეტად, ამიტომ ჩვენ ცხოვრებაში დავაგვირდეთ, რა უფრო მეტად გვიყვარს, აი თავისუფალს არ შეხარჯავ, იქიდან ჩანს ვინ გიყვარს, რა გიყვარს და არიან მოწმეები, აკითხულობენ სახარებას, აკითხულობენ წინა ცხოვრებებს. სახარება არიციან და აი თავის სადაც არის თუ საუნჯი შენი, სადაც არის თუ გული შენი, იქ არის თუ ესე იგი საუნჯი შენიო და თუ ღმერთი გიყვარს და მაშინ რატო დადიხარ, რატო იზიარები? იმიტომ რომ ან დაუჯახდი, ან კეთილდღეობა გქონდეს, აი პირადი შეიძლება ვეხვდებოდე, რომ შეიძლება ტაძარსაც აშენებდე და გამოძრავებდეს რეკლამა, თამოყვარეობა, სხვების თავის გამოჩენა. ეს როგორც გითხარით, თუ მინდა თუ გაიგოთ, ღმერთი გიყვართ თუ არა, აბა დააგვედით, არ შეხარჯავთ თავისუფალ დროს. მას ზოგი როცა ამბობს, როცა ვერ მომდივარ, ვერ ვლოცულობ, ვინ გვეწინააღმდეგება უხილავი მტერი. აი სახარებაში ნათქვამია, რომ რასაც ბოროტისული ქვია. სახარებაში ნათქვამია, რომ ჩვენი მტერი არისო, უხილავი ბოროტისულებიო და ნათქვამია, რომ ეს წუთისობელი ბოროტებაში და წუთისობელში არის მთელი მსოფლიო და ხშირად მოყავს ნოეს მაგალითი, რომ მარტო ნოე იყო ღმერთთან. დანარჩენი ემოჩნდებოდა ეშმაკს. ემოჩნდებოდა ეშმაკს კიდე რას ქვია, ას ქვია. შეიძლება სანდესანდებდე და ცოდვებში თუ ხარ, ვის ხელში ხარ, ეშმაკის ხელში ხარ. მაგრამ ცოდვილები ვართ ყველა. არ არსებობს ადამიანი უცოდველი, მაგრამ ვისაც აი სინდისი არის ღვთისმო ადამიანში. ვისაც აწუხებს ის რო ცოდავს, მაშინ არის ღმერთი, მაშინ არის სული წმინდა. და ვისაც უნდა გამოსწორება და ვისაც არ აწუხებს, პირიქით რეკლამას უკეთებს. ცოდვებს და ესაა ჩვენი მასმედია, არ მინდა ჩამოვასახელო 1-4 მასმედია მაინც არის, რასაც თუ მეტი არა, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, გვინადგურებენ შვილებს და შვილიშვილებს. თვითონ რეკლამას უკეთებენ დისციპლინovat ცოდვებს და ასე შემდეგ. და რატო? ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო 45 წელიწადისა. ალენდალეს იყო თავმჯდომარე ცერუს, უზნეობა, შიმშილობა, ნაციონალურობა და რუსოფობია, რუსების სიძულვილი. 45 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველაფერი საქართველოში ხდება. ყველაფერი ხდება. შიმშილობა რატო? იმიტომ რომ ხშირ ადამიანს მარტო იმაზე ფიქრობს, რომ ესე იგი რომ შეჯამოს საჭმელი და ამიტომ არ ფიქრობს იმაზე, რომ ეს დასავლური ფასეულობა ვითიმთავრდება, რომ ორ მაგაცმა ბავშვი აიყვანოს, ორმა ხალმა ბავშვი აიყვანოს. ამას როცა ვლაპარაკობ, ვინ გაძალებს, როცა მეუნებიან, მოიყვანს საპრეზიდენტის მაგალითს. ეგერ არის ფაქტი და ხშირად ვამბობ, რომ შენ რო გაწუხებს ის, რომ რაც უკრაინაში ხდება, რაც ღაზაში ხდება, რო გვდება ხალხი ფიზიკურად,
თუ სინდისთან რამე შეხება გაქვს, რატო უნდა გაწუხებდეს? ის რომ 15-20 ქვეყანაში ბავშვებს აქვს სქესის შეცვლის უფლება, რომ ორკაშიულება ის აღვანა. ეს რატო უნდა გაწუხებდეს? იმიტომ რომ ეს ნათქვამია რომ ეშმაკზე რომ ყველა ადვოკატები ერთად რო შეკრიბო, ვერ მოერევა ერთ ეშმაკსაც კი ლაბარაკში. იმიტომ რომ ეს 7000 წელზე მეტი ხნისაა პროდისულები. და ხშირად ვამბობ რომ ითი მოტყუდა ადამიანები 1917 წელს ლოზუნგებით მოვა ერთობა დანასწორობა მიწაგლეხების ფარული გამოშეცდა და დაანგრევია დაძრები და ახვედია მოწუნები და 70 წელი ქართულ ენაზე ოფიციალურად უარყოფილი იყო მეტი საბჭოთა საქართველოში. ახლა დემოკრატებს იდეატუებს ადამიანთა უფლებების დაცვა და თავისუფლება და იქამდე მიიყვანა ეს ხალხი რომ სულ ქვეყანაში როგორც ხედავთ ისე ორკაშიულება ბავშვი იყვანს, ორკას ბავშვი იყვანს, იმ ბავშვმა დააშავა. და შეგიძლია ნახოთ დოკუმენტური ფილმი რომ სოდომ-გომორის დაცვაც იყო და წარღვნაც იყო. ეს რეალობა, ხათურკია დოკუმენტური ფილმია. ამიტომ რა შეიძლება გამოსავალი სინანულში და სინანული მოგცეს ღმერთმა. ჩვენთანაა ღმერთი.